მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. რა მდგომარეობაში ახალციხეში მეორე საჯარო სკოლა შენობას გაშიშვლება ელოდება საბოლოო ექსპერტიზისთვის. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად მოგწერა. ჩვენ გვაინტერესებდა თუ რატომ გახდა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება საჭირო და კონკრეტულად როდის დაიწყებოდა პროცესი. უწყება კონკრეტულ თარიღს ვერ არ გვეუბნება თუ როდის დაიწყება საექსპერტიზო სამუშაოები, რომელსაც საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მესამე წელია ელოდებიან. საჯარო ინფორმაციის მიხედვით ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება პირველ ეტაპზე დაიწყო სკოლის შენობის გაშიშვლების სამუშაოები, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს სრულად შეისწავლონ მისი კონსტრუქცია და მომზადდეს დაზუსტებული დასკვნა. საჯარო სკოლას ექსპერტიზა უკვე ჩატარებული აქვს, რომლის შედეგების მიხედვით შენობის ნაწილი საჭიროებს რეაბილიტაციას, ხოლო ექსპერტების შეფასებით საქვაბე და სააქტო დარბაზის შენობები იმდენად დაზიანებულია, რომ მათი დემონტაჟია რეკომენდირებული. პატიმრობა შეუფარდეს პირს, რომელმაც პროკურატურის თქმით თვითნებურად 5 სასტუმრო აპარტამენტი და სათხილამურო ტრასა მოაწყო. გადაწყვეტილება დღეს სასამართლოს ხდომაზე გახდა ცნობილი. საუბარია კრისტალ ჯგუფის მფლობელზე ვლადიმერ სტეფანიანზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით დაკავებულს ბრალი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ედება, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კერძოდ 5 სასტუმრო აპარტამენტიდან, სათხილამურო ტრასიდან და ტობოგინიდან, რომელთა გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს ჰქონდათ. მიღებულმა უკანონო შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია 2 მილიონამდე ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ ყველა აპარტამენტი აშენებულია შპს ბაკურიანის ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემულია. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ დარღვევები ეხება ფართების გადაცემას. სტეფანიანის დაკავებაში ეჭვს ხედავს პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ინფრასტრუქტურა მართლაც უკანონოდ იყო მოწყობილი, მაშინ როგორ გაიყიდა ბინები და როგორ შევიდა საბაგირო ექსპლუატაციაში, ისე რომ ზედამხედველობის შესაბამისმა სამსახურმა ვერაფერი შენიშნეს. მელაშვილის შეფასებით ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად ბაკურიანში ვიზიტის დროს კრისტალ ჯგუფის სათხილამურო ტრასაც მოინახულა. ამისი ამსახველი კადრები კი საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. დღეს მე 300-ით გეუბნები, რომ მომავალი საფრთხეშია. უკვე 300 დღეა ახალციხეში რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. მათი პროტესტის მიზეზებს შორისაა ქვეყანაში მიღებული კანონები, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს. ასევე აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლებიც არც ევროკავშირმა და არც ამერიკამ არ აღიარა ლეგიტიმურად. მოქალაქეები ითხოვენ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა განთავისუფლებას, მათ შორის ჟურნალისტის მზია მაღლობელის, რომელსაც სასამართლომ 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. უკვე 300 დღეა ყოველ დღე 18 საათზე ისინი კვლავ იკრიბებიან სიმბოლურად იმავე ადგილას, სადაც პირველად გაისმა სიტყვები არა რუსულ რეჟიმს. თავარი მინდა უთხრა ჩემ თანამებრძოლებს ის, რომ რისთვისაც ჩვენ შევიკრიბეთ 300 დღის წინ, იმაზე უარესი სიტუაცია გვაქვს ახლა. არაფერი არ შეცვლილა. არც სასამართლო გვაქვს თავისუფალი, არც რეჟიმის ტყვეები გაგვინ თავისუფლებია, არც არჩევნები მიგვიღია სამართლიანი პირიქით უარესი არჩევნები მივიღეთ.
დღითი დღე ყველა ცხოვრება უარესი ხდება, იქ სამოქალაქო სექტორია, ჟურნალისტები არიან, ყველა ცხოვრება ხდება უფრო და უფრო მეტად უარესი. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ახლა უფლება რომ სახლში წავიდეთ და დავსხდეთ, იმიტომ რომ რაღაცა ზოგი დავიღალეთ, ზოგს იმედი გაგვიწროვდა, ჯერ არ არის ამის დრო, ჯერ არის მიზანი მისაღწევი და ამ მიზნისთვის უნდა იბრძოლო ყოველდღიურად და ყოველდღიურად სახლიდან ვერ იბრძვი. ამიტომ თუ ფიქრობდი რომ 300 დღის წინ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდიოდა და თუ ფიქრობდი რომ ქვეყანა იღუპებოდა 300 დღის წინ, დღეს ლამის ნახევრად აღუპული გაქვს ქვეყანა და ნახევრად ქვეყანა დიქტატურაშია შესული. ნახევრად კი არა, სრულიად დიქტატურაშია შესული, ხალხს პირბადეების გამოიჭერენ. ანუ უარესი სიტუაცია გვაქვს და ამ დროს რომ შენ სიჩუმეს ირჩევ და ამ დროს შენ გვერდზე გადგომას ირჩევ, ეს პროცესისადმი თავიდანვე არასწორი დამოკიდებულებაა მაშინ შენი მხრიდან რა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.